კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და როგორც მიხვდით, ქუთაისში ვარ ცნობილ ტიციანის და პავლოს ძეგლთან. ესეც მათი წიგნებია, ორი პოეტი, გვერდ ეს ძეგლის ფოტოს მიხედვით არის შექმნილი. ფოტოშიც გვერდ განან და საერთოდ ბედიც ჰქონდათ ამ პოეტებს, იმიტომ რომ ერთი დახვრიტა რუსულმა ხელისუფლებამ და მეორე კიდევ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და თავი მოიკლა. 100 წლის წინ ხდებოდა დაახლოებით ეს ამბები და 100 წლის მერეც ჩვენს ქვეყანაში იგივე ამბები ტრიალდება, ეხლაც დაჭერილია პოეტები, მწერლები, გამომცემლები და ალბათ უფლება რა ქონდეთ დახვრეტ და ძევნებით დახვრეტენ ადამიანებს სამწუხაროდ. ერთ-ერთი ლექსი მინდა წაგიკითხოთ ტიციანის, რომელიც ამ კრებულსაც გვიასახელათ ამ პატარა წიგნიდან ლექსი მეწყერი. გამოსარჩლებაა ფაქტობრივად ქვეყნის და ადამიანის. ლექსი მეწყერი. მიავწერ ლექსებს, ლექსი თვითონ წერს. ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე უწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს. მე დავიბადე აპრილის თვეში, გაშლო აშლების ყვავილებიდან, მაწვიმ სითეთრე და წვიმის თქეში მოდის ცრემლებად ჩემ თვალებიდან. აქედან ვიცი მე რომ მოვკვდები ამ ლექსს რომ ვამბობ ესეც დარჩება. ერთ პოეტს მაინც გული ულზე მოხვდება და ეს ეყოფა გამოსარჩლებად. იტყვიან ასე, იყო საწყალი ორ პირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი, ლექსები იყო მისი საგზალი, არ მოუცვლი ერთი ნაბიჯი. დააწვალებდა მას ეკვდილამდე ქართული მზე და ქართული მიწა. ბედნიერებას მათ უმალავდნენ, ბედნიერება მან ლექსებს მისცა. მიავწერ ლექსებს, ლექსი თვითონ წერს. ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე უწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს. 1927 წელი. და ბედნიერებას უმალავდნენ ამ ადამიანებს და დღესაც გვიმალავენ ბედნიერებას და იმედია რომ ჩვენ ვიპოვით ჩვენს ბედნიერებას და ქართულ მიწას და ქართულ მზეს. დიდი მადლობა, შევხვდებით შემდეგ ლიპარასკევებას, აბა, დროებით.